ეს საჰარას უდაბნოში მიმავალი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მატარებელია. მას ყოველდღიურად 20,000 ტონა რკინის მადანი გადააქვს. მარშრუტი, რომელსაც მატარებელი გადის უკაცრიელია. გზას მავრიტანიის ქალაქ ზუერატიდან ქვეყნის საპორტო ქალაქ ნუადიბუმდე ერთი დღე-ღამე სჭირდება და საჰარას უდაბნოს კვეთს. ზოგჯერ მატარებელს არალეგალურად მგზავრობისთვისაც იყენებენ ღარიბი ადგილობრივები, რაც დიდ რისკებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუ ამ ვაგონზეა ხვალ 24 საათის განმავლობაში იქიდან ჩამოსვლაც ვერ შეძლება და ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და არალეგალური მოგზაურობის მონაწილე გახდება. დღისით აქ ძალიან ცხელი და პირდაპირ მზის გულზე გიწევს ყოფნა. ღამით კი ტემპერატურა -, გრადუსებამდეც ჩამოდის. არაერთმა უცხოელმა თავზე ხელაღებულმა იუთუბერმა გამოსცა და ეს გიჟური მოგზაურობა. და დღეს ჩვენც ზუსტად იგივეს ვაპირებთ. თუმცა ჩვენ და საუბედუროდ მავრიტანიაში შესულებს დაგხვდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდით. პოლიცია მოვიდა. If you jump on the train, they will arrest you. It's not allowed anymore and they have like checkpoints to check no tourists on the train. გაურბივართ უკანა ვაგონებისკენ. მას ასე პირველად ქართული YouTube-ის ისტორიაში და ჩემი 300,000 გამომწერისთვის. ორი ქართველი იუთუბერი ყველაზე ექსტრემალური და სახიფათო მოგზაურობისთვის მავრიტანიაში მიემგზავრება. და არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, რომ ჩემი არხის ერთგული სპონსორი გახლავთ სოკარი. ჩვენი მოგზაურობა იწყება თბილისის აეროპორტიდან. ჯერ გვაქვს ახლა ფრენა სტამბულში, მე სტამბულიდან მივფრინავთ უკვე მავრიტანიაში. დილის 4 საათია ახლა, ფხიზლდები აგერ უგემრიელესი დანქინის ყავით. და ყველაზე მეტად რაც მიხარია არის ის, რომ მარტო არ ვიქნები ამ მოგზაურობაში და ჩემთან ერთად იქნება ტარამ. მოგესალმებით მეგობრებო. ბატონი კაკო. მზად ხარ ძმაო? მაქსიმ აბსოლუტური მზაობა არის და მეგობრებო, მთავარია რომ არ ვიჩხუბო და არ გადავაგდოთ ერთმანეთი მატარებლიდან. იმიტომ რომ იქ არ ჩერდება არა ფიდის მატარებელი. ახლა რა იქნება რა. შევხვდებით მავრიტანიაში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მოგზაურობა დაგეგმა ჩემმა ტურისტულმა კომპანიამ, რომლის დახმარებითაც თქვენც შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი მოგზაურობა ნებისმიერი მიმართულებით. ჩამოვფრინდით მოკლედ დედაქალაქ ნაუქშოტის აეროპორტში. დაახლოებით საათზე მეტი დაგვჭირდა ვიზა რო გაგვიკეთებინა, აქვე აეროპორტში კეთდება და დავხვდნენ აქ ჩვენი გიდები და წავალთ ახლა სასტუმროში. მოვედით სასტუმროში. აი ეს გახლავთ ჩვენი სასტუმრო. ძალიან საინტერესო ქვეყანაა, პირველივე წამებიდან ეტყობა. მობრძანდი, ძმა, კეთილი იყო შენი ფეხი. აი ესე გამოიყურება ჩვენი ნომერი. აი სისუფთავე არის ძმაო, რაც თავარია, მოდი აბა ხედი ვნახოთ. ტარამ! აი რა ძერსკი ხედი გვაქვს. გამოხვალა აივანზე. აი ესე დატკბები. ნახე რა მაგარი სტადიონი. 80 евро ღირდა ერთი ღამე ამ სასტუმროში. ამასობაში დაღამდა მეგობრებო. დღეს ვართ მოკლედ ამ ქალაქში და ხვალ დილიდან უკვე წავალთ მატარებლისკენ. ეხლა გამოვედით გარეთ, რავი იქნებ რაღაც საინტერესო ნახოთ ღამით. აგერ ბავშვები დაგვყვებიან თან. ცოტა ისეთი ქალაქია რა, უსახური არაფრის თქმელი ქალაქია. მთელი ბანდა ვარ. ოიენა ხუთლი ვარ და გზაში კიდე რავი შემოგვიერთდებიან. კიდე მატება გვაქვს. ოპა! ოო! 5 minutes later. ვერ ვიარეთ ცოტა ვიარეთ ვერაფერი საინტერესო ვერ ვნახეთ. დაბრუნდით ისევ ჩვენ სასტუმროში და მოკლედ ხვალ დილით მოგვაკითხავთ ჩვენი გიდი და წავალთ მატარებლისკენ. მავრიტანია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ატლანტის ოკეანის განაპირა მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს საჰარის ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს. შესაბამისად, თითქმის მთელი ქვეყანა უდაბნოზეა გაშენებული.
მავრიტანია კულტურულად არაბული სამყაროს ნაწილია. ოფიციალური ენაც არაბულია, რელიგია კი ისლამი. თუმცა მიუხედავად გაბატონებული არაბული იდენტობისა, მავრიტანული საზოგადოება მრავალეთნიკურია. დღეს მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონს შეადგენს. აქედან მესამედი ქვეყნის დედაქალაქ ნუაქშოტში ცხოვრობს. მავრიტანიას აქვს ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა რკინის მადანი და ნავთობი. თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც ღარიბი სახელმწიფოა და მოსახლეობის თითქმის 50% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისითაც არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა. აქ სანახავი დიდად არაფერია და შესაბამისად არც არავინ ჩამოდის. მავრიტანია good. ერთი წლის განმავლობაში მავრიტანია სულ რაღაც 4000-მდე ტურისტი სტუმრობს. ქვეყნის შემოსავლის ძირითადი წყარო გახლავთ თევზჭერა და რკინის მადანი. სწორედ აღნიშნული რკინის მადანი მოპოვების შემდეგ პორტში გადააქვს მატარებელს, რომელმაც აქ ყველასთვის არასასურველ და საკმაოდ არაპოპულარულ ქვეყანაში ჩამოგვიყვანა. How are you? Good, good. Everything good. მოკლედ გათენდა მეორე დღე მავრიტანიაში და მივდივართ ახლა მატარებლისკენ. ასე და ამგვარად გავემართეთ ქალაქ ზუერატისკენ, საიდანაც უნდა დაწყებულიყო ჩვენი გიჟური თავგადასავალი მატარებელზე. თუმცა იქამდე საკმაოდ ხანგრძლივი 12 საათიანი გზა გქონდა წინ. მუჰამედი, ჩვენი გიდი გზად ბევრ საჭირო ინფორმაციას გვაწვდიდა და რჩევებსაც გვაძლევდა ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით. The train will be cold and very windy also. You should take cover to wear it and also glasses to put on your eyes. You should to hide yourself because if the company know about you on the week, they will drop out. ხო, მოკლედ კომპანია არ მოგცემს უფლებას სხვანაირად შესulis და ამიტომ უნდა ვივარჯიშოთ მაგაში, რომ გავიმაროთ ამ ხალხს. ცებრო არავინ არ დაგვინახოს. ხო და სხვათა შორის იქ მესაზღვრე რომ შეგვხვდა რა, თავიდან გითხრა რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა მაგ მატარებელში, იმიტომ რომ ვაგონიდან ვაგონზე ხდებიან მოძრაობის დროს რა. ხო და ჩავარდა. ხო და მე თუ ეგ მომიდომეს, ოსო შენი მიდმეკ რომ შემაკავებ და არ მოგცემ მაგის უფლებას. შემზადებულები ვართ, მოკლედ საძილეტომრები გვაქვს. let's go. თბილი დასაცმელი გვაქვს. როგორც გითხრა რომ ღამე მაგარი სიცივე იქნება. იმედია ღამით არ გავიყინებით და რაღაცა მართლა ძალიან უაზრო სიცივე არ იქნება. სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ გავჩერდით ბენზინის ჩასასხმელად. მაგარი ხალხი. Yo, what's your name? Name? George? ეს არის მეგობრებო პატარა ქალაქი მავრიტანიაში და მისი მთავარი ქუჩა. კაკამ სუნი იგრძნო. აი მას ახლა შეჭამ. შეჭამ? მეც ჭამო? ჭამო. რა ვქნა მეგობრებო, რას მისჩეს? მოდი სოსო. ავაჯახოთ. შენი ხათრი ძმაო თორე ხის ხორცი. მოუთი ხალხი ვარ და როგორც YouTube-ის გოუთები. ხო, ანუ რა დაგვიძახან გოუთები, მოდი ხის ხორცი შევჭამ. თუ არ დაიბრიდა, მერე მეც. ჩვენი არის საჭმელია მაგ. ახლა? მე რა დავიდი? არა. საშინელება. It's very delicious, bro. Super. გიტყუება. გიტყუება ხალხო. არ დავჭერთ. просто სისხლიანია. ბიჭო, მუმია რაღაცნაირად. არც თუ ისე წარმატებული ლანჩის შემდეგ გადავწყვიტეთ სხვა უკეთესი ადგილი მოგვეძებნა, სადაც ნორმალურად ჭამას შევძლებთ. გავჩერდით ქალაქ ატარში. ნუ ქალაქი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ეხა. ჩვენმა გიდმა მოკლედ მოგვიყვანა ამ რესტორანში. ეს არის მოკლედ რესტორანი და ეხა შეგახედებთ. აი იქ ვიღაც ტიპია წამოწოლილი რა და გაუმარჯოს ეს აქაურები არიან მეგობრებო. არ ესმით ქართული. Hi bro, hi. How are you? ესეთი ამბავია რა. მე და ადგილობრივები ვაპირებთ რომ ეხლა აქ ვჭამოთ. გაიშალა ჩვენი სუფრა, რომელიც აი ესე გამოიყურება. მათი ძალიან ცნობილი ჩაი რა. ანუ ძალიან სპეციფიკურად აკეთებენ. ძალიან ბევრჯერ გადაასხამე, რომ აი
უფრო დიდი რაოდენობის კაფე უნდა იყოს ვიდრე ისა რა სითხე და გავსინჯოთ აბა კაია ძალიან სპეციფიკური გება სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამოდგა მეგობრებო ეს ჩვენი კერძი ეგ არის მივირთვით და ვაგრძელებთ გზას აქვე შეგახსენებთ, რომ არხის მხარდამჭერია უძრავი ქონების სააგენტო MTV. მავრიტანიაში მოსახლეობა ძირითადად ისლამის მიმდევარია და ჩვენი დიდებით ესე ჩერდებიან პერიოდულად გზადაგზა და ლოცულობი. 12 საათიანი გზავრობის შემდეგ ჩამოვაღწიეთ როგორც იქნა დანიშნულების ადგილზე. აი აქ გაჩერდება ჩვენი მატარებელი, რომელსაც უნდა შევახტეთ და დაახლოებით 5 წუთი გვექნება იმისთვის, რომ ავძვრეთ, ავიპაროთ ამ მატარებელზე და ავყაროთ ჩვენი ჩანთები. 12 საათია მანქანით მოვდივართ. ძალიან დავიღალეთ და წინ გველოდება გრძელი და ცივი ღამე. მატარებელზე. მოკლედ ესეთი ამბავია მეგობრებო, რომ არ ვიცით როდის მოვა მატარებელი. ჩვენ არ ვიცი მე რა მინდოდა მაგას ვფიქრობ დააჯექი რა თბილისი ბათუმის მატარებელს დააჯექ თუ გამოცდილების მიგება კიდე ჩატა რა გინდა მავრიტანიაში შეიძლება არ მოვიდეს 1-12 საათი ეგ მატარებელი შეიძლება ხვალ იმის ფონზე რომ 10 საათი ვიმგზავრეთ რო აქ მოსულიყავით მიუხედავად იმისა რომ ეხა ესეთი ინფორმაცია გავიგეთ რომ შეიძლება დილამდე ვერ მოვიდეს მატარებელი და ჯერ ღამის 10 საათია აი ძალიან ბედნიერი ვარ რა არის ძალიან ისე ვარ მიხარია 2 minutes later უნდა ჩავხვალთ დაგდებულები რო აქ ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვაქვს რომ ზუსტად 10 წუთში ყველაფერი თავდაყირა დადგება პოლიცია მოვიდა და გიდებს ეუბნებიან რომ არ შეიძლება არავის აპარო ამ მატარებელზე რა გამკაცდა წესები და ჩვენი გიდით ძალიან გაპირობებულია, იმიტომ რომ ესე არ იყო აქამდე. ურეკავს თავის ბოს, რომ რა გააკეთოს კითხოს რა. ნახოთ რა იქნება. აქ არიან ფრანგები, რომლებსაც ასევე უნდათ ამ მატარებლით გზავრობა, თუმცა ბრუნდებიან უკან. ანუ არ აპირებენ რომ ეს აკრძალვა წესი და არ ღვიო. აი კაკო ელაპარაკება ახლა. It is not allowed for tourists anymore, for nobody anymore to go on the train. Some people were killed. If you want to go still in the train, don't go. You have to go back. კაკო რას უნდა გაურისკოთ? სერიოზული ფილტრი დაიწყო რა. ეს ხალხი მიდის, წარმოიდგინე მთელი დღე ელოდებოდნენ ეს ფრანგები. ეხლა მიდიან. ეს ინფორმაცია როგორც კი გაიგეს, ტოვებენ აქაურობას. პოლიციამ დაჟინებით მოითხოვა დაგვეტოვებინა ტერიტორია. არანაირი გამოსავალი აღარ ჩანდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვერეკა იმ კომპანიის უფროსთან, რომელთანაც ეს ტური ვიყიდეთ. I'm also talking with the gendarmerie here. They said no one can jump anymore on the train until they make new rules for the train. What will happen if we jump? Like they will go us to the prison or what will happen? If you jump on the train, on the wagon, they will arrest you. Maybe they will make a big tax. Like they will tell you to pay at least 2,000 euro or something like this. And I want you to go in this situation. It's very bad for you and for my company too. Only today. This happened only today. No one can do anything. ავტოვეთ მოკლედ ის ადგილი პოლიციამ გამოგვიშვა და სანამ მოვიფიქრებ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, იქამდე აქვე პატარა ქალაქია. მოვედით და რაღაცას ვეძებთ ახლა რესტორანს რომ ჭამოთ სადმე რა. აი რაღაცა რესტორანი ვიპოვეთ. მოკლედ შევჭამთ ახლა ცოტა აზზე მოვალთ და მაგარი არეულობა თან ბავშვები იმენო გესწევიან და მაგალითად ცოტა აგრესიული ხალხი გიჩანს აქ. ბარო ბიჭები, ბარო. მოკლედ გართულდა ჩვენი მისია. მაგრამ დედას უტირებს. საათ. ეს მაინც და მაინც კაიძე არ აგვაქვს, თორე უკეთეს ხასიათზე ვიქნებოდი. საწავი გჭირდება ახლა რომ ცოტა დავფიქრდეთ რა შეიძლება გავაკეთოთ და საწავი გახლავთ შაურმა. ამასობაში თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გაგვამხნევოთ მაგით. ხო არ მართ?
კი, თუ დაგხვდა გამოწერილი ხვალ. ხო. აი გამოწერეთ რაოდენობა. 400.000-ზე კიდე უფრო რთულ ვიდეოს გადავიღებ და კიდე უფრო საინტერესო. 400-ზე შენ ხვალ დილით 400-ზე დაგხვდა და მე 200-ზე, всё, აგაგოჩე. ჩავალ ფეხით სამხრეთ აფრიკამდე. ჭამის დროს გარშემო ბავშვების არმია შემოგვესია. იმ მომენტში დაღრილობისგან, უჭმელობისგან და იმედგაცრუებისგან გადატვირთულმა ვერც კი გავიაზრე იმ სამწუხარო რეალობის სიმძაფრე, რაც აქ მოხდა. ეხლა ჩვენ გიც დაადგნენ. აგარი მაიმუნი ბავშვები არიან. არ ვიცი. კაი, ეხლა მივდივართ სასტუმროში. სადმე უნდა დავრჩეთ? სადმე უნდა დავიძინოთ დღეს? რაღაც სასტუმრო გვიპოვეს. და აქ დავრჩებით ამაღამ და ხვალ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა ვქნათ, არ ვიცი. ჯერ ვერ ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამათ ყველა გზა მოგვიჭრეს. არ უნდათ რომ პასუხისმგებლობა აიღონ რა და მე მესმის ამათ. ყველაფერი ისე არ წავიდა, მოკლედ როგორც ჩაფიქრებული იყო და როგორც ხდება ხოლმე. აჰა, ეს არის ჩვენი ნომერი. რაცა იგა, არ მოძრაობს, არც ქანახშირი გვეყრება, მაგრამ მაინც ვერ ვქენით დღეს და მირჩევნია რა, იქ ვიყო მირჩევნია. მეც მირჩევნია დღეს ახლა მატარებელზე უნდა ვიძინებდეს წესით. ნახოთ ხვალ რას ვიზამ დღეს დავისვენებ. See you tomorrow. ამასობაში გათენდა და გაგახედებთ ახლა ჩვენი აივნიდან. ესეთი სიტუაციაა გარეთ. სასტუმრო მამა გამოვიძინეთ ცოტა აზრზე მოვედი, ძალიან დაღლილი ვიყავი, გუშინ უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. სიახლე ჯერჯერობით არაფერი გვაქვს. მატარებელზე ასვლას ძალიან მკაცრად აკონტროლებენ, თან გუშინ დელი დღიდან შეიცვალა ეს წესები რა, არ ვიცი, ესეთი ბედი ჩვენი ჩამოსვლას დაემთხვა მაინც და მაინც. ამხელა გზა გამოვიარეთ, ავი, ამდენი ფული დავხარჯეთ, ამხელა ენერგია ჩავდეთ და მატარებლის გარეშე არ მინდა რომ აქედან დავბრუნდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ციხეც კი შეიძლება დაგვემუქროს თუ დაგვიჭიროს. Let's go for adventure. მივდივართ მატარებლისკენ ისევ, რომ ჩვენი ახალი მოფიქრებული გეგმა ავამუშავოთ. ესეც ჩვენი მატარებელი და რა გეგმა გვაქვს ახლა გეტყვით. მოკლედ ამ მატარებელს წინ აქვს ეს ორი ვაგონი, ჩვეულებრივი სამგზავრო ვაგონები და მე ამას უკან ჩააბამენ იმ ვაგონებს, სადაც ჩვენ გვინდა აძრომა. ერთადერთი შანსი რომ მოხვდეთ ახლა ამ მატარებელზე არის ის, რომ ვიყიდოთ ჩვეულებრივი ბილეთი, ავიდეთ აქ. შემდეგ რამდენიმე საათში ჩერდება ეს მატარებელი რამდენიმე წუთით და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩამოვხდეთ და გადავიპაროთ უკანა ვაგონებზე და ავძვრეთ იმ ვაგონზე, სადაც გვინდა რომ გადავიღოთ ვიდეო და რითიც გვინდოდა რომ გვემგზავრა რა. კომპანია, რომელსაც ეს მატარებელი ეკუთვნის, გახლავთ სნიმი. მას ყოველდღიურად 2 და 3 კილომეტრიანი მატარებლები ზუერატიდან ნუადიბუში გადააქვს ტონობით რკინის მადანი. სნიმის წლიური შემოსავალი $9 მილიარდამდეა. შესაბამისად, ეს რკინიგზა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამხელა კომპანიისთვის კი ზედმეტი თავისტკივილია ტურისტი, რომელიც ახალ ექსტრემალურ გამოცდილებას ეძებს. კომპანია აქამდე თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე, მაგრამ რადგან უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, მან მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ჩამოსვლის დღეს შევიდა ზალაში. კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა ამის შესახებ, რომელიც ჩვენ მაშინ ნანახი არ გქონდა. განცხადებაში ის კატეგორიულად კრძალავს მადანის ვაგონებით მგზავრთა გადაადგილებას და ემუქრება ყველა იმ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიას, რომელიც ამ ტურს თავაზობს ტურისტებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩვენი გეგმის სისრულეში მოყვანის ალბათობა ძალიან მცირე იყო. ეგ არის. ამოვედით მატარებელში. Thank you. If you want to be alone here, you should pay 900. Okay, we want to be alone. To be alone? Okay. Sure. اي تعد واحدة يدور واحدة 900 $30 გადავიხადეთ იმისთვის რომ აი ყოფილიყავით მარტო. არავინ შემოსული. წყალიც მოვიდა. Okay, Muhammad. See you. Okay, we have everything, yeah? დავიმშვიდობეთ მუჰამედს, რომელიც ზუსტად 24 საათში დაგხვდებოდა ქალაქ ნუადიბუში, მატარებლის საბოლოო დანიშნულების პუნქტში. გერმანელები არიან ახლა ჩვენს გვერდით და გითხრეს რომ ძალიან გამკაცრებულია, თვითონაც ჯგუფი ყავს ამოყვანილი და რაღაცა უნდა ვქნაათო რა. It's the first time I've seen so many like people who are like gendarmerie control SNIM workers. It's not allowed anymore and they have like checkpoints to check. But it's still Mauritania, so it's like yeah, 50-50. Maybe yes, maybe no. ამ გერმანელს 12 კაციანი ჯგუფი ყავდა წამოყვანილი და ზუსტად ჩვენსავით გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა მაინც ჰქონდა იმედი, რომ იმ ვაგონზე მოხვედრას მოახერხებდა. So sometimes the train has to park, wait for a couple of minutes so the other train can pass, and maybe in this time we can kind of like sneak out. მსგავსი გეგმა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, თუმცა როგორ უნდა მოგვეხერხებინა ამდენ ადამიანს გაქცევა და აპარვა შეუმჩნევლად, ეს ჯერ კიდევ არ ვიცოდით. და ამასობაში დავიძარით მეგობრებო, დაიძრა ჩვენი მატარებელი და 6 საათში გაჩერდება, პირველი გაჩერება იქნება 6 საათში. და სწორედ მაშინ უნდა მოვახერხოთ რაღაც. რაც დრო გადიოდა ჩვენი მოგზაურობა უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა და ემსგავსებოდა ფილმის სიუჟეტს, რომლის დასასრულით წარმოდგენა არ ქონდა როგორი იქნებოდა. რა არის ხა ჩვენი გეგმა? ჩავდივართ და გავორბივართ უკანა ვაგონებისკენ. ეხლა აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო გარეთ და აი წარმოიდგინეთ დიდი ჩანთით რომ ჩადიხარ და უკან რო გარბიხარ მისკენ ვაგონებისკენ. ვიღაცა უეჭველი შეგნიშნავს. ყველა ეხლა კაია ესენი რო არიან რა. ეს გერმანელები რო არიან კაია, იმიტომ რომ ესენი ყურადღებას მიიქცევენ, თან ერთ ჯგუფი რო არიან რა. შეიძლება სამი კაცი ავიდეს და ის 9 ვერა და ხوار მიატოვებენ ერთმანეთს. ამdra ჩვენ გავძურებით. ყურადღებას გადაიტანენ ამათზე. სწრაფად გავიქცეთ, ის წყლები კარგად ჩავალაგოთ. თითო ჩანთა გვინდა მარტო, იმიტომ რომ მეც რაღაცები შეგვიძლია გადავყაროთ კიდეც რა. რაღაც ტასაცმელი ზედმეტი რაღაცები რა ვჭირდება, იმიტომ რომ თავარია რომ დედაფეთქებულ იმაზე იქ თუ მოვხდით და იქ ჩავიმალეთ, всё. იმედია ციხეში არ გავატარებთ დღევანდელი საღამოს. კი მაღაზიის თანახმა ვარ, უკვე იმდენად მუღამში ვარ. ნახოთ რა იქნება. ამდენი 8 საათის მერე რა. შეგახსენებთ, რომ არხის მხარდამჭერია ბახშეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ქართული კომპანია იმერი. 8 საათის შემდეგ მატარებელი პირველად გაჩერდა. თუმცა სამწუხაროდ ვერაფერი მოახერხეთ. რადგან გარეთ პოლიცია პატრულირებდა და სნიმის თანამშრომლებიც ყველგან იყვნენ. ამას დაემატა ისიც, რომ გარეთ 3 უცხო ტურისტმა სცადა აზრომა ვაგონზე, დაიჭირეს და ჩვენს კუპეში შემოგვისახლეს. კიდე 3 კაცი დაგვემატა ეხლა მეგობრებო, იმიტომ რომ აზრომა ცდილობდნენ მატარებელზე და დაიჭირეს. შესაბამისად, ეხლა უფრო მეტნი ვართ. კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ გამკაცრდა წესები და აღარავის აძლევენ უფლებას აზრომის, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ გზა. და ეს გზა არის ხტამი. გადავწყვიტეთ გარკვეული თანხა შეგვეთავაზებინა სნიმის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ვაგონზე აპარვის ნებას დაგვთავდნენ. კაკომ მთლიანად საკუთარ თავზე აიღო მოლაპარაკებები, როგორც კი თანხა უხსენა თანამშრომლებს მაშინვე დაინტერესდნენ. თუმცა კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდა, ენის ბარიერი. ეს პრობლემაც მალევე აღმოიფხვრა. გერმანელებიდან ერთ-ერთმა იცოდა ფრანგული და გვეხმარებოდა სნიმის თანამშრომლებთან კომუნიკაციაში. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, რადგან ამდენი ადამიანის შეუმჩნევლად აპარება ვაგონებზე მათთვისაც სარისკო საქმე იყო. If it's possible to make it. ბევრი საუბრის შემდეგ ვითხრეს, რომ დღის განმავლობაში ვერაფერს ვიზამთით, ამიტომ დაღამებას უნდა დავვლოდებოდით. We will not make you problems. Yeah, we will hide and that's all.
ამასობაში გახდა ღამის 10 საათი. ისევ ამ მატარებელში ვართ. კაკო აწარმოებდა მოკლედ მოლაპარაკებებს და ეხა მოვა გვეტყვის რა ფაზაში ვართ, რა ხდება და რა გველოდება წინ. ცოტა დრო გვაქვს რა. ჩვენი კაცი ვიპოვეთ, რომელიც დაგვეხმარება რომ გაგვაძვრინოს აქედან. ცოტა ფული გავუმაზეთ და აი ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ რა. საბოლოოდ შევთანხმდით რომ გაგვაპარებს ჩუმად, უნდა აუძვრეთ და უნდა მივიღოთ ეს გამოცდილება რა, მაგით ჩამოვედით რა. ამიტომ დავცხოთ შევბეროთ ბოლომდე. უნდა ავარდეთ მატარებელზე და ვითამაშოთ როგორც ნამდვილმა უდაბნოს კაცები. Let's go! ესენი არიან ბრიტანეთიდან და ესენიც აპირებენ რომ ჩვენთან ერთად ამოვიდნენ მატარებელზე, ემზადებიან მაგისტრის. როგორც კი გაჩერდება, უნდა გავიქცეთ და სადღაც 300 მეტრშია ის ვაგონი, სადაც უნდა ავძვრეთ. თვითონ ამათაც ეშინიათ, რომ არ დაგვიჭირონ, ვისაც ფული მივეცით. იმიტომ რომ ყველაფერს ესენი ვერ წყვეტენ რა. როდესაც ჩერდება გარეთ პოლიცია დგას და პოლიციამ რო დაგვინახოს ამათაც არ აწყობ. ამიტომ 100%-იანი დაზღვეულები არა ვართ. მიდის მზადება მოკლედ ესეთი ამბებია. ემზადებით ყველანი. Let's go. აკო შეინიღმა. ათანგულები ვარ. ხო, მასარი არა. აი დროა რა. დროა გავიპარე. ვაჰ, მჯეროდეს. Ecco, Angelo? სასო. ანჯერა. გავდივარ. Წათი. Go. ხوار გადა. პოლიცია მეორე მხარეს არის. დამა. ჰა? ამდავი. შეიძლება? Here. Интересно. Ამდენთან გადმოხვა. ხჭები. სუბოქრო. ეგარი. მაინც შევწელით. ეგრე ხა. უნდა დავიმალოთ, იმიტომ რომ პოლიცია პატრულირებს და რო დაიჯრება მე რაღაცებს გადავიდეთ. ცოტა ჩუმად ვლაპარაკობდით. წეგან იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა მიდიოდა რა და არ გვინდა რომ დაგვიჭირონ. ეხლა ცოტა კარგად რო დაიჯრება მატარებელი, მე გადავიღებთ რაღაცებს. აკო ცახუარი მაგარით, სიტყვაზე გვენდეთ სასწაულიც არის. გავიძარით, ცოტა ხანში ალბათ აცივდება, იმიტომ რომ აქ ღამე ძალიან ცივა. კაკო მაიმუნობს მეგობრებო. ეს არ ჯობია. ოკეი. ძალიან მაგარი. საძილე ტომრები გვაქვს. გადათებები და ერთი ოხოტნიკიჩი. Go, let's go! მაგრად უდენავს ქარი. აი ხა ამ ყველაფრის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა აქ გაჩერება. და აქაც კი მეკრება ეხა თვალებში, მაინც შემოდის ამ სათვალეში. სანამ ჩვენ დაგვათენდება იქამდე, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, იმიტომ რომ სტიმულს გვაძლევს აი ესეთი გასხოვებული ვიდეოები შემოგთავაზოთ. და კაკო ავიყვანოთ 200,000-ზე, მე 400,000-ზე. რას გავხარ? სადავარ. ძმა ტელეფონს არ უხილდება, ამას შეხედე. სადუქდი. ცოცხალია? კი არის, მაგრამ რასავას ექნება ეს ნაკლები. ახალი iPhone-ი რო ვაჩუქოთ რა კომპანიებს მიმართო. ეხლა გადავწყვეტეთ რომ ცოტა დავიძინოთ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალეთ. ურთულესი დღე იყო და იმედია გათენებამდე, რა ვიცი, 1-2 საათი მაინც შევძლებთ რომ წაუძინოთ. ენერგიები გვჭირდება, თუმცა ამ მდგომარეობაში დაძინება არც ისე მარტივია. გაგვიმართლა იმაში რომ ძალიან ქარიც არ არის რა. არის ხოლმე ამაზე უარესი ქარი. კაკოც მიწვა იქ. ტკბილი ძილი ძმაო.
შეიძლება ეხა ფიქრობთ, რომ მე რაც ალაგად რა ჯანთა ვაკიდათ მაგ თქვენ ხوار უბერავთ. მაგრამ აი მხელა ადრენალინს გზნობ და იმ მხელა სიამოვნებას გზნობ ვერ აგიხსნით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან უცნაურად ჟღერს. აი ხო თითქოს უაზრობაა ეხლა რასაც ვაკეთებთ. ვზივართ შუაგულუდაბნოში, მატარებელში, რომელსაც გადააქვს რაღაცა რკინის მადანი, ჭუჭყში, გარში, უბედურებაში, მაგრამ თავს ვგრძნობ ახლა ყველაზე ცოცხლად. და აი ეს აძლევს ამ მოგზაურობას ხიბლს. ძალიან ასწავლებს რა ექსკლუზიურად რო ვართ აქ და მაინც რო შევძელით და ეხა კიდე რამდენი საათი გვაქვს? 1-7 საათი გვაქვს, ხო? ეს ხო ეხა მთელი ცხოვრება გემახსოვრება. ხო არის დღეები, რომელიც არასდროს არ გემახსოვრება, მაგრამ ეს მთელი ცხოვრება გემახსოვრება, იმიტომ რომ ბევრად განსხვავებულია. ესეთი მოგზაურობა მე პირადად არ მქონია. და მოლოდინზე უკეთესი გამოდის საბოლოოდ რა, იმიტომ რომ რაღაცები მოხდა ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ იყო იმედგაცრუებები, იყო გამარჯვებები და არ დავნებდით, მაგრამ და საბოლოოდ არ დავნებდით და საბოლოოდ აქ ვართ რა. და ყველაზე ექსტრემალურ პირობებში უნდა დავაამბოქსოთ iPhone 16 Pro Max. ესეთ ადგილზე დარწმუნებული ვარ, არავის გაუკეთებია ეს. ეს არის ჩემი iPhone 16 Pro Max, რომლითაც ვიღებ ჩემს YouTube ვიდეოებს. ანუ არ გეგონოთ რომ კამერით ვიღებ ეხა ამ ვიდეოს. ამ კონკრეტულ კადრს 15 Pro Max-ით ვიღებ, მაგრამ ისე ეს ვიდეო გადაღებულია iPhone 16 Pro Max-ით. უკვე 4 წელია რაც ელიტთან თანამშრომლობ, იმიტომ რომ ელიტი არის Apple-ის ავტორიზებული რესელერი საქართველოში. და სწორედ მაგიტომ თანამშრომლობ ელიტთან უკვე ამდენი წელია. რაც შეეხება ამ ახალ iPhone-ს, მე ძირითადად კამერა მაინტერესებს ყველაზე მეტად. კამერის ხარისხი არის გაუმჯობესებული, გადაღების ხარისხს კი ნახავთ, ანუ მთელი ვიდეო ამ iPhone-ით არის გადაღებული რა. მადლობა ელიტს. ისე როგორ შეიძლება რაღაცა ძალიან სისულელე, აი აბსურდი რა, ჩვეულებრივი ადამიანის განსახედიდან ძალიან მოგინდეს რა, იმდენად რომ ეხა ბედნიერები ვართ, რომ აი ამ ქვანახშირში თუ რაღაცაში ვიგლაგნებით, ტერი გვეყრება და გვიხარია რომ ჩვენ ეს შევძელით. ამ მატარებელზე მოხვედრა და ამ ვიდეოს გადაღება თავიდან კიდევ ერთი რიგითი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის იქცა ბევრად მეტად. როგორც კი გაჩნდა წინააღმდეგობა მატარებელზე ასვლის სურვილი გაორმაგდა და რაც უფრო მეტად რთულდებოდა გზა, მით უფრო იზრდებოდა სურვილიც. მიზანი მკაფიო და კონკრეტული ხდებოდა. ცხოვრებაშიც ასეა. ნებისმიერი მიზანი მიღწევადია. თავარია მისკენ სვლა გაუჩერებლად და დაბრკოლებების გადალახვა. იქ სადაც არის დაუღალავი სურვილი, წარმატება გარდაუვალია. რამდენი დაბრკოლება გადავლახეთ თქვენ აზრზე არ ახართ ვიდეოში კიდე კარგად ვერ გადავიღე ყველაფერი. კაკომ ჯერ იმდენი მოლაპარაკებები აწარმოა ამათთან, რომ აი არ ვიცი. და მე კიდე უამრავ რისკზე წავედით. და საბოლოო ჯამში აქ ვართ რა. სტრესულ სიტუაციებში მოლაპარაკებები შეგიძლია. თავარია ხო ბოლომდე არ დანებდე და რაღაცას მიაღწევ რა. მართლა ეხა აქამდე აქვს უცხოელი იუთუბერების გაკეთებული ვიდეოები, მაგრამ ეხა ვერავინ ვეღარ გააკეთებს რა, იმიტომ რომ სასტიკად დაგზაულია აი ესეთი მდგომარეობაში ყოფნა როგორც ჩვენ ვართ. მაგრამ ჩვენ გამოგვივიდა რა. ჩვენ ბოლო ტიპები ვართ, მე მგონი ვინც ეს გააკეთა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვიარეთ. მივახლოვდით ქალაქ ნუადიბუს და მატარებელიც გაჩერდა. Arya. მენა კანონ დამრღვევები გავიჩით. დაგვრჩა 1 საათის გზა სადღაც და ამას უკვე ჩვენი ვაგონით გავვილით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაცვა დაგხვდება იქ სადაც ჩავდივართ. ეს რა ძმაა ნახე.
Lilboy, got it all. Thank you, bro. Yo, man, we did it. Hey, garage. სადღაც 1 საათი ადრე ჩამოვედით, იმიტომ რომ ბოლო გაჩერებაზე ძალიან ბევრი პოლიცია იქნებოდა და შეიძლება რაღაცა პრობლემა შექმნა. So he wants me to tell you that we shouldn't show the pictures or videos on the iron to the taxi driver or to the local people in Wadibu. Yeah. Okay. დასრულდა ეს ამბავი ვითა სიზმარი გამის. Yalla. თუ ჯეროდეს. It's just 12 o'clock or like 1, so it should be. Muhammad. How are you? How are you? Fine, everything good. Hey, Gary, რა. ჩამოვედით ნოადიბუში, ქალაქ ნოადიბუში, სადაც თავდება მატარებლის სვლა. ჩვენი გიდიც დაგვხდა აქ. Goodbye, bro. Goodbye. Take care. I told you you cannot jump from window. You will see. ქალაქ ნოადიბუში აღარ ვჩერდებით, მივდივართ პირდაპირ ნაუქშოტში თუ ნოაქშოტში, თუ რაც ქვია. სადღაც 7 საათის გზა გვაქვს ახლა წინ. და ჩამოვაღწიეთ ისევ დედაქალაქში. აქედან მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ვართ 300,000. ნუ უკვე 314,000 ვარ დღეის მონაცემებით, მაგრამ ეს ვიდეო არის 300k special ვიდეო. ცოტა დააგვიანდა, მაგრამ მიზეზი ალბათ გესმით, არ არის მარტივი გადასაღები აქ ჩამოხვიდე და ვიდეო გადაიღო. რო არა თქვენი კომენტარები, რო არა თქვენი გაზიარებები, ლაიქები, გამოხმაურება ვიდეოებზე ეს არხი არ იარსებებდა, ასე რომ თქვენ ასულდგმულებთ ამ კონტენტს, რაც ამ არხზე კეთდება და მადლობა ამისთვის. ხო, და არ დაგვავიწყდეს. ძალიან დიდი მადლობა კაკოს. მადლობა ძმაო იმისთვის, რომ იყავი ჩემს ვიდეოში. რის მადლობა, ანგარიშ ნომერი ჩაგიგდებ, შემოძმაო და გადმოვიდეთ. გაიხარე, შემოგევლე ძმაო. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ერთმანეთს ძალიან გაუგეთ, ძალიან კაი დუო გავიჩიტეთ და ვიდეოში ალბათ ეგ გამოჩნდა. ძალიან კაი ადამიანია სოსო. შემოგევლე, გაიხარე, მე ზუსტად ჩაგიგდე. იგივე ადამიანია, როგორც ვიდეოებში ჩანს. მე მეგონა რომ არც ისე ეგეთი იყო, მაგრამ შემოწმენ და ზუსტად იგივეა. გადმოგირიცხო მე იმ თანხას, რაც დაგფირდი ძმაო. ვიცი რომ ეხა არ გინდათ რომ ეს ვიდეო დამთავრდეს და ამიტომ გადადით კაკოს არხზე და აი ზუსტად ამ ადგილიდან გაგრძელდება ეს ვიდეო, არა? ერთად გავაგრძელებ და ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება მავრიტანიაში კიდე. Let's go, გავაგრძელოთ. დავაი. დროებით. შენი შევარდნე თეატრში იყო. ნუ არ ვიცი და სოსოზე კიდე აღარ. ხა მივდივართ გიჟურ ვიდეოს ვიღებთ ერთად. ხო, ძალიან მაგარი. მავრიტანიაში, აფრიკაში, საჰარაში. მადლობა ძალიან. და არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, რომ ჩემი არხის მხარდამჭერი და სპონსორი გახლავთ სოკარი. ხოლო რაც შეეხება კონტენტის წარმოდგენს, არ მყავს. აგვტოვეს ჩვენმა ძმებმა. წავიდნენ. შეიძლება აღარც მოვიდნენ ვაფშე. ფული აღებული აქვს ვაგონებიდან და ავძრეთ იქ სადაც უნდა გინდოდა რომ Hello. How are you? How are you, bro? Fine. I guess. Bichoba ადგილზეა. Hello. ბარო ბიჭები, ბარო. Hello. ახლობით 6 საათი დაგჭირდება ეხა რომ პირველ 6 საათი. Georgia. Yeah, YouTube. I'm videographer. Videographer? Yeah. Come to Georgia, lot of girls. Messi or Ronaldo? ჩარკი, აბარა. აი იცის ბავშვმა. Messi or Ronaldo? Luka Modric? Good. Real Madrid. Ala Madrid. აი იცია ბავშვები. $30 გადავიხადეთ იმისთვის, რომ აი ყოფილიყავით მარტო.
არავინ შემოსული. A few moments later.